საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ჩავლიაშვილის ინიციატივით დაბაურეკის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში სამინისტროს სხვადასხვა უწყების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთდნენ. აქცია დღეს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდება. სანაგვე ურნებისა და სანიტარული უბნების არასაკმარისი რაოდენობის გამო მოსახლეობა ნაგავს მდინარის კალაპოტში ყრიდარის გამოც ურეკი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე იდგა. ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი, ეს იქნება მუდმივად პერიოდულად მოხდება შავი ზღვის სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან ერთად სამოქმედო გეგმა მთლიანი მოიცავს იმას, რომ მთლიანად შავი ზღვის სანაპირო იქნეს მუდამ მოწესრიგებული, ჩამონატანი ნარჩენებისგან გაწმენდილი. მინდა რომ აბსოლუტურად ყველას მოუწოდო, რომ ნაკლებად დააბილზურონ, ნაკლებად უფრო მეტად მოუფრთხილდნენ, რომ მომავალში იყოს გაცილებით სუფთა. ეს აქცია გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. მოვუწოდებ ყველას, რომ ჩაერთოს, თავიანთ მიმდებარე ტერიტორიები მაინც დაასუფთავონ.